ერთ-ერთი ქალბატონი წერს კომენტარს, რომ შენ ალბათ არ გშიაო და არ გიჭირსო და იმიტომ ლაპარაკობ რაღაცეებსო და მოკლედ აწყობილი გაქვსო ეთყობა საქმეო და ნახეო როგორ უჭირსო ხალხსო საჭმელი არა აქვსო რა ხელფასებიაო მოკლედ და როგორი სამუშაო პირობებიო და საკმაოდ ვრცელი კომენტარი იყო და დავეთანხმი ამ ქალბატონს რომ გეთანხმებით მეთქი აი ამ თქვენ პოზიციაში მაგრამ აი ამ ყველაფერს საღად აფასებთ ობიექტურად აფასებთ რომ დაბალი ხელფასებია გაჭირვება რაღაცა არანორმალური სამუშაო პირობებია ადამიანებისთვის მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ადამიანები დგანან აი აქ რუსთაველზე და რაღაცა სისულელებს აპროტესტებენ და ითხოვენ ისეთ რაღაცებს ითხოვენ და აპროტესტებენ რაც ბუნებაში არ არსებობს მაგალითად რუსულ კანონს ხო დღესაც დგანან და აი რუსული კანონი გაიძახიან და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოაქვთ რატომ არის ეს კანონი რუსული ხო პირდაპირ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადმოიწერა პირდაპირ ამერიკული კანონი ხო სიტყვა სიტყვით გადმოწერეს და მაინც რუსულს ეძახიან ესე იგი რაც ევროპელებს მიღებული აქვთ რაც ამერიკელებს და იქ პრობლემა არ არის და იქ თურმე რაღაც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება ზუსტად იგივე კანონი საქართველოში შეუფუთეს რაღაცა რუსულად დააჯერეს ადამიანებს რომ რუსული კანონია და ესე ბრმად დგანან და აპროტესტებენ რუსულ კანონს სინამდვილეში ამერიკულ კანონს აპროტესტებენ მაგრამ აი ვიღაცა გირჩმა ჯაფარამ გვარამიებმა და ვიღაცა დედამოწყნულებმა და მთავარმა და ფორმულამ და აი ამ საქართველოს მტერმა არხებმა ამ ადამიანებს წლების განმავლობაში ისე ურეცხეს წვინები რომ ყველაფერს სისულელეს აჯერებენ უკვე აი ამაზე მეტი სისულელე და ამაზე მეტი შტერობა რა გინდა ხო როცა დაიდებ ქართულ კანონს და იმ ამერიკულ კანონს და ერთ-ერთში არის თანხვედრა ხო და მაინც გახარდა ყვირი ხარ რომ აი რუსული კანონია და ანალოგიურად რაღაცა გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება იმ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება რომლის გაყალბების რა ვიცი 10 ფაქტი ვერ დადეს ხო რეალური ფაქტი და ცირკაჩოვდნენ იქ რაღაცა ფლომასტერმა გაჟონა იმან გამოჟონა იქ ფსბ-მ გააყალბა იმან გააყალბა და ფაქტებს ვერ დებენ ხო ეგრე ხო არ მოსულა და ეგრე არ ხდება ხო მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამ გაყალბების ფაქტები არ არის ბუნებაში და ვერ დადეს და ვერ წარმოადგინეს მაინც დგანან და რაღაცა სისულელეს ზღაპარს არ არსებულ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ აი ამ ქალბატონს მიმართავდი და ამ ქალბატონის თანამებრძოლებს და ზოგადად აი იმ ადამიანებს ვინც ამ რაღაცა გაუგებარ აქციებზე იკრიბებიან და რაღაც გაუგებარ რაღაცებს რო აპროტესტებენ ხო რეალურად ამ ქვეყანაში იმდენი რამ არის გასაპროტესტებელი და იმდენი მოთხოვნა შეიძლება წაუყენოთ ხელისუფლებას და მოვთხოვოთ აი ამ რეალური პრობლემების მოგვარება რომ არ ვიცი შეიძლება 30 და 50 თითზე არ მეყოს ამის ჩამოთვლა, ხო? მაგრამ არა, ეს ადამიანები მაინც დგანან და ემსახურებიან ზოგი შეგნებულად, ზოგი გაუთვითცნობიერებლად კოლექტიურ ნაცებს. და მათი ინტერესის სამსახურში დგანან და მათი ინტერესის შესაბამისად აპროტესტებენ რაღაცებს. იმას არ აპროტესტებენ ეს ადამიანები, რაც პირადად მათ ეხებათ, მათ ოჯახებს ეხებათ, მათ მომავალს ეხებათ, როგორიც არის თუნდაც ხელფასები, ხო? რა ხელფასებია, ხო, დღეს საქართველოში? გამოვიდნენ ეს ადამიანები და რაღაცა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით დადგნენ და აბა ნახონ რამდენი ქართველი შეუერთდება ამ მოთხოვნებს, ხო? იქ თუ დგანან 10,000 თუ სწორი მოთხოვნით დადგებიან იქ და სწორი ლიდერებს დააყენებენ ტრიბუნებთან და დედამოწყნულ ნაცებს მოაშორებენ 10,000 ორ დღეში გახდება 100,000 მე ამაში დარწმუნებული ვარ და მაშინ როცა ქართული ოცნება დაინახავს რომ 100,000 მოქალაქე იქ დგას რაღაცა კონკრეტული მოთხოვნით როგორიც არის მაგალითად ხელფასების მომატება ხო
აბა ნახეთ თუ არ მოამატებს და თუ არ წავა ამ დათმობაზე, ხო? მაგრამ არა, ამათ ურჩევნიათ რაღაც სისულელები იდგნენ იქ იყვირონ და რეალური პრობლემები რაც არის, აი ეს რეალური პრობლემები იფარება და ამ რეალურ პრობლემებზე მე არავინ აღარ საუბრობს. არ ვიცი რატო ხდება ასე და რა დამართეს ამ ადამიანებს, მაგრამ აი მე პირადად ხო რო დავინახო რომ რუსთაველზე მაგალითად დგანან რაღაცა ისეთი რეალური მოთხოვნით, რომელი რეალობაც არის ჩვენ პირობებში და რომელიც რეალურად პრობლემაა და ყველა ჩვენთაგანს გვეხება, ხო, ან პენსიების გაზრდის მოთხოვნით, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, რაღაცა კონკრეტული მოთხოვნით, სამუშაო სამსახურებში მაგალითად პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. აი ასეთი მოთხოვნებით რომ გავიდნენ და დადგნენ ადამიანები, არ ვიცი, მთელი საქართველო გამოვა და შეუერთდება ამ მოთხოვნებს და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩება, რომ არ წავიდეს დათმობებზე და რომ აი ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილოს, ხო? ეს იქნება რეალურად ჩვენი საზოგადოების გაძლიერებაც და ჩვენი ქვეყანაც გაძლიერდება ამ პროცესებში, ხო? მაგრამ არა, არ ხდება ასეთი რამ და წლებია რომ აი რეალური პრობლემების მოგვარების მიზნით აქციები არ ჩატარებულა და სულ გამუდმებით მიდის აქციები იმით რომ აი ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ხუშტურებზე, გარედან მიღებული დავალებებზე გამართონ აქციები და იმიტომაც არის რომ ჩაფლავებულები არიან და არაფერი არ გამოზდით და რა თქმა უნდა არც არაფერი არ გამოუვათ. შესაბამისად აი ამ ქალბატონს მიმართავდი, ვინც ასეთი ვრცელი კომენტარი დამიწერა და რა გული დამეწვა მართლა რომ ვკითხულობდი, რომ გეთანხმებით ქალბატონო, რომ უამრავი პრობლემაა საქართველოში, უამრავი გაჭირვებულია, უამრავი უსახლკარო ადამიანია და მოსაგვარებელია ეს პრობლემები და სწორედ ამ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით უნდა გავდიოდეთ იქ რუსთაველზე და ვდგებოდეთ და ვაიზულებდეთ ხელისუფლებას, რომ გამოასწოროს ეს პრობლემები და წამოვიდნენ დათმობებზე და არა რაღაცა გაუგებარი მოთხოვნებით, ხო, რაღაცა შინ ევროპაში და იმაში, რაღაც რუსული კანონი, არჩევნები და რაღაცა სისულელე მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა ხელისუფლების მხრიდან აი ამ რაღაც მოთხოვნებზე არ იქნება დათმობა, იმიტომ რომ არ გიერთდებათ საზოგადოება, იმიტომ რომ ხედავს უმრავლესობა, რომ რაღაცა არარეალური მოთხოვნები გაქვთ და რაღაცა ვიღაცების მიზნების ქვეშ ექცევით თქვენ ამ შემთხვევაში, ხო, გარედან მიღებული დავალებების ნაცებისადმი და მე აი ამ ნაცები რომ დაიწყებენ რაღაცა თემის აგორებას, აი ამ რაღაც გაუგებარი მოთხოვნებით გახართ იქ და რაღაც სისულელეებს ითხოვთ და არ გამოვა ეს. თქვენ თუ მართლა გაწუხებთ ამ ქვეყანაში გაჭირვება, სამუშაო პირობები, პენსიები, ხელფასები, უსახლკარო ადამიანები, მრავალშვილიანი გაჭირვებული ადამიანები, უნდა გამოხვიდეთ კონკრეტული მოთხოვნებით და აი ნახავთ რამდენი ადამიანი შემოგიერთდებათ და რამდენი 1000 დადგება რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე და სადაც არ უნდა შეიკრიბოთ და როგორი მხარდაჭერა გექნებათ საზოგადოებისგან. სანამ თქვენ აი ამ რაღაცა არასწორი მოთხოვნებით და არასწორი ლიდერების გვერდით იდგებით, რა თქმა უნდა ჩაფლავდებით მანამ და სწორედ აი ამ რეალურ პრობლემებზე არავინ არ ისაუბრებს და აი ეს რეალური პრობლემები დარჩება კიდევ წლები პრობლემებად. აი ეს არის რეალობა რაც არის და ამის თქმა მინდოდა აი ამ ვრცელ კომენტართან დაკავშირებით.